several years, these are some of the insane priorities that organization has been spending money on. $1.5 million to advance DEI in Serbia's workplaces, $70,000 for a production of a DEI musical in Ireland, $47,000 for a transgender opera in Colombia, $32,000 for a transgender comic book in Peru. I don't know about you, but as an American taxpayer, I don't want my dollars going towards this crap, and I know the American people don't either, and that's exactly what Elon Musk has been tasked by President Trump to do, to get the fraud, waste, and abuse out of our federal government. Thank you, guys. ხო, ну, ეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, აგი თვალნათლივ ნახეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ზამის სხვანაირად მე ესეთი შეტევა, ესეთი დარბევა ამხელა ორგანიზაციის ჩემს ცხოვრებაში არ ლიბერალური წესრიგის. ხო, მაგრამ უყურე როგორ არის ლიბერალური წესრიგი შეიძლება პოლიტიკურადაც დაარბიო, აღარ აირჩიო. პირდაპირ მნიშვნელობით შევიდნენ შენობაში და ერთი შტემსელი იყო, გამოაძეს ამ შტემსელიდან. კი ბიჭო, ანუ ხო ხედავ, ამ სიებს ხო ნახოთ, ეხა ეს ჩამონათვალი რაც ყო პატარა თანხები. და ანუ მილიონებზე რაც არის საუბარი, მაგალითად ჩვენთან 24 მილიონი ვითომ იმაში დაიხარჯა რომ მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაცია მოხდარიყო, ანუ თან ეგ დღეს კიდე Fox-ზე იყო რა, ილაპარაკეს რა ჩვენზე რომ ანუ ის კი არისო თან რომ ეს მწვანე ის მანქანები უყიდეს, შეუძინეს საქართველოსო. არა, უბრალოდ ალბათ სადაც ბილბორდი დაკიდესო. რაღაცა შეიდი ორგანიზაციას, ანუ ისეთ რა ქვია, არა პატივსაცემ ორგანიზაციას მიცესო ეს ფულიო, იმანო მე რომ დაკიდაო რაღაც ბილბორდიო, რომ მწვანე ავტომობილები არის კარგიო და ამითი აღმოიფხრაო ეს პრობლემაო მათი აზრით საქართველოში და ამაში დაიხარჯა 24 მილიონი. მაგრამ თქვენი ფავორიტი USAID-ის ეგ აბსურდული დანახარჯი რომელი არის? მე მაგ ჩემი. მე ვიტყვი ტრანსგენდერული ოპერა კოლუმბიაში. თანხის მიხედვით არ ვლაპარაკობ. თანხის მიხედვით უნდა ელაპარაკოთ, 30000-ზე არის მანდ ბაზარი. მაგარი ისაც ნიტო ერაყში, ნიტო ირანში, რა ქვია, სათამაშოების შოუ დაჯდა 20 მილიონი. სათამაშო. ანუ ხელზე ჩამოს სათამაშოს რო ალაპარაკება, ხო იცი ამერიკული შოუ რო არის Sesame Street. ანუ მაგის ნიტო ირანული, ნიტო ერაყული ვერსია. მაგაში მიცეს 20 მილიონი. ჩემ ფავორიტი არის ბიოლოგიური ლაბორატორიები. ეგ ხო USA-ის. მაშინ ყველაზე მაგარი არის პირდაპირ რომ გამოვიდა კენედი, რომელიც გილოცავ დაირჩიეს ჯანდაცვის მინისტრად, რომელიც ამბობს რომ ეს აცრები, რაზეც ხალხი მოკალეს, დააბულიდეს, დედაუტილეს, ეგ აცრები იყო სიაბანდოვა და შეთქმულების თეორიაო, ანუ სპეციალურად ქსრიან ხალხო, ეგ კაცი აირჩიეს ჯანდაცვის მინისტრად. და იმან თქვა პირდაპირ რომ ამერიკამ CERUM USAID-ის მეშვეობით $5 მილიარდი დახარჯა უკრაინაში გადატრიალების მოსახლობად. ჩემი ფავორიტი არის 10 მილიონი დაიხარჯაო. სამხრეთ აფრიკაში კაცს რო კაცთან სექსი კონდეს მაგის პოპულარი. რომელსაც ქვეყანაში? ო, აღწერა სამხრეთ აფრიკაო. სამხრეთ აფრიკა ჯიგანი. ო, აღწერა იყო ეგ რა. Men who have sex with men. მორჩა. ანუ მეტი დეტალიზაცია რო, ანუ რა мотивация. პოპულარიზაცია რო უნდა მოახდინო. აი გვაფიდარასტება არის ეგ. იმედა ხალხის კაპიტალისტებაში ბოდიში ამ დამინასთვის გადაიღადეს რამდენი 20 მილიონი. $20 მილიონი. კიდე ძალიან მაგარი, კიდე ვიეტნამში ინკლუზიურობის